გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის შედეგებს ვაშინგტონიდან, იულია სავჩენკოსთან ერთად. კვირის პარადოქსები, პარალელები და დეტალები ნახევარსაათიანი ანალიზის ჭრილში. დღეს ნახავთ. შიშის გადასახადი. რა გავლენას იქონიებს დონალდ ტრამპის პოლიტეკონომიკის რთული ქორეოგრაფია გლობალურ ეკონომიკაზე. ნატურალური გაცვლა. ვაშინგტონის მხარდაჭერა კიევს იშვიათ მიწათა ლითონების სანაცვლოდ. შედგება თუ არა გარიგება. მშვიდობა სის ძალისხმევით. გახდება თუ არა ჩინეთის ლიდერი უკრაინული მშვიდობის შუამავალი. თავდაპირველად 25%-ის ოდენობის საგადასახადო ბაჟის შემოღების განცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა მექსიკასა და კანადას ერთი თვით საგადასახადო ამოსუნთქვის საშუალება მისცა. საგადასახადო ბლიცკრიგის მსვლელობისას აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკის პრეზიდენტისაგან საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად დამატებით 10,000 სამხედროს მიმართვის დაპირება მიიღო. საზღვრის გამაგრებას ტრამპს კანადის ხელმძღვანელობაც დაჰპირდა. ჩინეთის მიმართ 10%-იანი გადასახადი უცვლელი დარჩა. საპასუხოდ ბეიძინი აშშ-დან ნახშირისა და თხევადი აირის იმპორტზე 15%-იანი გადასახადის. ასევე ამერიკულ საქონელზე და ნავთობზე 10%-იანი ბაჟის შემოღებას დაჰპირდა. მომხდარის მნიშვნელობაზე მსოფლიო ეკონომიკისთვის, ასევე რიგითი ამერიკელის საფულისთვის, ვესაუბრე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორს კონსტანტინ სონინს. საერთოდ როგორ შეგიძლიათ ახსნათ დონალდ ტრამპის საგადასახადო პოლიტიკის რთული ქორეოგრაფია? იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის ახსნა კარგად შეიძლებოდეს. ვინაიდან ეკონომისტებს ესმით, რომ ის რაღაცეები, რაც ხდება, მაგალითად, საგადასახადო რეჟიმის ცვლილება, ამას ხანგრძლივვადიანი სერიოზული შედეგები გააჩნია. დაუშვათ იდება შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. კომპანიები ინვესტიციებს აკეთებენ. თავის საწარმოებს ანთავსებენ, ქირაობენ მუშებს, იძენენ აღჭურვილობას. შემდგომ, როდესაც რეჟიმის ცვლილების შესახებ შეტყობინება ჩნდება, კომპანიები თავიანთ გადაწყვეტილებებს ცვლიან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები ძალიან სწრაფ ტემპში არ ხდება. როდესაც ცვლილებები სწრაფად ხდება, მაგალითად, დღეს გამოაცხადეს 25%-იანი ტარიფი. ხვალ კი გამოაცხადეს, რომ აჩერებენ. ეს უბრალოდ ბიზნეს არადამაჯერებლობას ხმატებს და ყველა ინვესტიციების შეკავებას იწყებს. ფიქრობენ, იქნებ საერთოდ არანაირი საწარმო არ გავხსნათ, პირდაპირ დიდი უარების შედეგად. ბიზნესის ხვალინდელ დღეში და წესების უცვლელობაში თავდაჯერებულობის დაზიანება, ეს არის სერიოზული ზიანი. მოცემულ შემთხვევაში საუბარია ამერიკულ ბიზნესზე, იმ ქვეყნების ბიზნესზე, რომელთა მიმართ აწესებენ გადასახადებს და საერთოდ რა რეზონანსი მოყვება ამას და რამდენად გლობალურია. საერთოდ უმალვე გაირკვა, რომ თანამედროვე მსოფლიოში არც ისე ადვილია თქვა, თუ ვინ გადაიხდის ამ გადასახადებს. ის, რასაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ ამ ბაჟს გადაიხდის კანადა და მექსიკა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. არის რაღაც გადანაწილება იმისა, თუ რამდენს გადაიხდის ამერიკელი მომხმარებელი, რამდენს გადაიხდიან მწარმოებლები. და სავარაუდოდ მომხმარებელი ბევრს გადაიხდის. წარმოიდგინეთ ამდგარი მდგომარეობა. ამერიკაში გაყიდვაში არსებული მანქანა ღირს $20,000. იყიდება კანადურიც და ამერიკულიც. რა დროსაც კანადურ ნაწარმზე 20%-იანი ბაჟი შემოაქვთ. შესაბამისად, კანადური მანქანის ღირებულება $25,000 გახდება. მაგრამ რა თქმა უნდა, ამავდროულად ამერიკელი მწარმოებლებიც გაზრდიან ფასებს თავიანთ მანქანებზე. შეიძლება არა 25%-ით, არამედ 23 ან 24. ანუ ის ამერიკელიც კი, ვინც მხოლოდ ამერიკულ პროდუქციას ყიდულობს, გადაიხდის იმის გამო, რომ ბაჟი დაუწესეს კანადას, მექსიკას და სხვა ქვეყნებს. ასე მუშაობს საერთაშორისო ვაჭრობა. ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. თუ ვლაპარაკობთ რაიმე თანმიმდევრულ მიდგომაზე, იმის მიმართ თუ როგორ იყო გაკეთებული წინასაარჩევნო დაპირება. საკუთრივ მოსახლეობას დაპირდნენ ინფლაციის შემცირებას. გამოდის, რომ ახლა გაკეთებული საგადასახადო განცხადებები და ნაბიჯები საპირისპირო მიმართულებით იდგმება. როგორც მე მესმის. ამგვარი სავაჭრო ომები ინფლაციის შემცირებას ხელს არ უწყობს. შეხედეთ, ტარიფები დაპირებული იყო. არალეგალური მიგრანტების მიმართ რეიდები დაპირებული იყო. ამასთან დაპირებული იყო ფასების შემცირებაც.
რა დროსაც ტარიფებიც და ამჟამინდელ ძალზედ მაღალი დასაქმებისა და დაბალი უმუშავრობის პირობებში არალეგალების მიმართ რეიდებიც, ყველაფერი ეს არის პროინფლაციური ზომები. მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ ოდნავ რთულია ინფლაციური ხმაურის გარღვევა. ვინაიდან ახლა ვხედავთ, რომ მიგრანტების წინააღმდეგ რეიდებს ძალზედ დიდი ხმაურიანი ინფორმაციული თანხლება აქვს. მაგალითად, კრისტი ნოემი ჯავშან ჟილეტით ტელეარხებზე დადის, მგონი ჩაფხუტითაც. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მიგრანტებთან ბრძოლა არა უფრო მეტად ხისტია, ვიდრე ობამას დროს და თითქმის იგივეა, რაც ბაიდენის დროს. ანუ ჯერჯერობით რეალურად არაფერი ხდება. ის რამაც ფასებზე გავლენა უნდა იქონიოს. თუმცა ამასთან ბევრი ხმაურია. მგონი ამის გამო მსჯელობა ოდნავ რთულია. იგივე ტარიფების შემთხვევაშიც. რეალურ ტარიფებს რეალური შედეგები ექნებოდა. ჩვენ ჯერჯერობით ვხედავთ ძალზე მძლავრ საუბარს ტარიფების შესახებ, რომელიც შემდგომ უკან გააბრუნეს, ხოლო ტარიფების შესახებ ლაპარაკს ინფლაციური შედეგები არ უნდა ჰქონდეს. ჩინეთთან დაკავშირებით ტარიფები არ გაიწვიეს, დატოვეს. ის რაც გამოაცხადეს, შემოიღეს. მოცემულ შემთხვევაში ჩინეთი დიდ ხმაურს არ ქმნის, მაგრამ აშკარაა, რომ რაღაც საპასუხო ზომები მოიაზრება, რითი ემუქრება გლობალურ ეკონომიკას, აშშ-სა და ჩინეთის წინააღმდეგობა სავაჭრო ურთიერთობების მხრივ. ვიტყოდი, რომ აშშ-სა და ჩინეთის წინააღმდეგობა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ყველაზე მეტად ჩინეთის ეკონომიკას ემუქრება. ვინაიდან ჩინეთის ეკონომიკა არსებითად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მოთხოვნა აქვთ ამერიკელებს მათ ნაწარმზე. შესაბამისად, ნებისმიერი ტარიფები არის დარტყმა ჩინეთის ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სავაჭრო ომი, ტარიფები ჩინურ საქონელზე ამერიკის ეკონომიკასაც აზარალებს, მაგრამ ამერიკის ეკონომიკა იმდენად დიდია და იმდენად დივერსიფიცირებული და იმდენად მძლავრი, რომ ზარალი კი არის, მაგრამ მცირე. ფიქრობ, რომ აშშ-ს ნებისმიერი სავაჭრო ომისაგან მთელი მსოფლიო ზარალდება. ეს გაურკვევლობაა. ზოგი ამბობს, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირი ახლა კანადასთან ახალ ურთიერთობებს აწყობს, ან ჩინეთთან. ამაში დარწმუნებული არ ვარ. მგონია, რომ პირველი დონის ძირითადი ეფექტი არის ის, რომ ამის გამო ყველასთვის უარესი იქნება. არა ძლიერად. ეს რაიმე კატასტროფა არ არის. მაგრამ იმის გამო, რომ აშშ ამგვარ პოლიტიკას აწარმოებს, ვითარება ყველას გაურთულდება. თუ ჩინეთის პასუხზე ვლაპარაკობთ და შედეგებზე. ბეიჯინგი აშშ-დან ნახშირისა და თხევადი აირის იმპორტზე 15%-იანი ტარიფის შემოღებას დაპირდა. ასევე ამერიკულ საქონელზე და ნავთობზე 10%-იან ბაჟს. შეიძლება თუ არა, რომ აქედან დავასკვნათ, რომ ამგვარი გამწვავების გვერდითი მოვლენა გახდება ის, რომ ჩინეთი უფრო მეტად მიმართავს რუსულ ენერგომატარებლებს. არ ვიცი, ეს სრულად გასაგები არ არის. იმიტომ, რომ ჯერჯერობით მიუხედავად ამჟამინდელი სავაჭრო ომისა, ვითარება ჩინეთისთვის არის დამაზარალებელი, მაგრამ კვლავინდებურად აშშ-სთან ვაჭრობა მნიშვნელოვანია. ჩინეთის ნებისმიერ გარე ფაქტორზე გაცილებით მნიშვნელოვანია. თუ ტრამპი 100%-იან გადასაღადებს შემოიღებს, მაშინ კი იქნება შემოbrunება რუსეთისკენ და ყველაფერი დანარჩენისკენ, მაგრამ ჯერჯერობით ჩინეთისთვის აშშ-ს ბაზრის მნიშვნელობის შედარება რაიმე სხვასთან შეუძლებელია. ბიზნეს მიდგომა ტრამპმა განაცხადა უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ. განაცხადა, რომ სანაცვლოდ აშშ-ს სურს უკრაინის იშვიათ მიწათალი თონების მიღება. ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა ამისთვის მზად არის. დაამატა, რომ სურს უკრაინისაგან მიიღოს იშვიათ მიწათალი თონები იმ ფასად, რომელიც დახმარების თანხას უტოლდება, რომელიც აშშ-მ აღმოუჩინა დაახლოებით $300 მილიარდი. თქვენი შეხედულებით ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები? დიდი ანგარიში წარუდგინა, ვინაიდან ჯერჯერობით ოფიციალური ამერიკული მონაცემებითაც კი დახმარება 170 მილიარდამდეა და არა 300 მილიარდამდე. მგონია, რომ თუ უკრაინაში მშვიდობა აღდგება, თუ უკრაინა თავის ტერიტორიაზე კონტროლს აღადგენს, მათ შორის იშვიათ მიწათალი თონებზე, მაშინ აშშ-სთვის 300 მილიარდის გადახდა მრავალი წლის განმავლობაში ეს ზრდის ნაწილივით იქნება. ეს არაფერს შეუშლის ხელს.
ანუ იმ ზარალთან შედარებით, რომელსაც უკრაინის ეკონომიკას ომი აყენებს, ის მდგომარეობა, როდესაც უკრაინის ნაწილი რუსეთის ჯარის მიერ არის ოკუპირებული, ეს ზუსტად ის ადგილებია, სადაც იშვიათ მიწათალი თონები მდებარეობს. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე ნებისმიერი აშშ-თვის სარფიანი გარიგება, რომელიც უკრაინას შეუძლია დადოს. უსათუოდ მშვიდობის აღდგენისთვის უკრაინას შეუძლია გადაიხადოს იმდენი, რამდენსაც იტყვის ტრამპი. და მეტიც. საინტერესოა, რომ Forbes-ის შეფასებით 2023 წელს უკრაინაში იშვიათ მიწათალი თონების ერთობლივი ღირებულება $15 ტრილიონ აღწევს. ამასთან ამ ლითონების 70% დნეპრის, დონეცკის და ლუჰანსკის ოლქებზე მოდის. მოკავშირეთათვის იშვიათ მიწათალი თონების მიწოდების შესაძლებლობა ზელენსკის გამარჯვების გეგმის ნაწილი იყო. მეოთხე პუნქტი, რომელიც ვაშინგტონსა და ევროკავშირში წარმოადგინა. როდესაც ზელენსკი ასეთ დაპირებას აკეთებდა, მას მხედველობაში ჰქონდა ამ ტერიტორიების უკრაინის კონტროლს ქვეშ დაბრუნება, ვინაიდან ახლა ვაშინგტონშიც ხშირად ამბობენ, რომ ახლა ამგვარი განლაგება რეალურად შეუძლებელია. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება. ხოლო რუსეთის საოკუპაციო ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანილი. ეს შესაძლებელია. ეს შეუძლებელია მოკლევადიან ხედვაში და ახლა უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ომის შეჩერება. მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც შეუძლია. პირდება იმას, რისი დაპირებაც შეუძლია. ეთერში იყო კონსტანტინ სონინი. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის უკრაინის მხარდასაჭერად ვაშინგტონის კომერციული მიდგომის განცხადების კომენტირებისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინამ იშვიათ მიწათალი თონები უმჯობესია სახსრების მისაღებად გამოიყენოს, რათა ქვეყნის აღდგენა დააფინანსოს ომის შემდეგ. ამასთან ღირს აღნიშნოთ, რომ მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ ევროპამ უნდა აუნაზღაუროს აშშ-ის $200 მილიარდი, რომელიც ვაშინგტონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე დახარჯა. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალ ბიზნეს სივრცეში ვერ ყვევდით ჩვენს მუდმივ ანალიტიკოსთან, სერგეი ალექსაშენკოსთან ერთად. თქვენი შეხედულებით, თუ ექნება ევროკავშირს პრობლემა იმასთან, რომ ვაშინგტონს ასეთი ბიზნეს ინტერესების ენაზე ელაპარაკონ? პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული პოლიტიკა, ევროპელი პოლიტიკოსები მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ. ეს არის გერმანიის კანცლერი, რომლისთვისაც უცნობია, იქნება თუ არა საერთოდ კოალიცია 23 თებერვლის არჩევნების შემდგომ. თუ ეს იქნება სუსტი ფრანგული ხელისუფლება, რომელიც 3 თვეში ერთხელ იცვლება. ისე გამოდის, რომ ყოველ ქვეყანას, მაგალითად, ევროკავშირის 2 უდიდეს ქვეყანას, მათ საკუთარი შიდა პრობლემები აქვთ. და თუ ამერიკა არის პირველ რიგში, მაშინ გერმანიაც უნდა იყოს პირველ რიგში და საფრანგეთიც. მათ თავიანთი პრობლემები უნდა მოაგვარონ. ხოლო ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ბრიუსელში ზის, ისინი საერთოდ ამ დარგიდან არ არიან. ისინი საერთოდ არ არიან მზად რაიმე გარიგებებისთვის, რაიმე მოლაპარაკებებისთვის. სისტემური ბიუროკრატები არიან, რომლებიც მზად არიან მოლაპარაკებების 20 წელი საწარმოებლად. როგორც მაგალითად სამხრეთ ამერიკაში მერკოსურთან, თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან, სადაც ყოველს 27 ქვეყნიდან შეუძლია დაბრკოლების შექმნა და თქმა, ჩვენ არ გვინდა. და წარმოდგენა იმისა, რომ ევროპულ ბიუროკრატიას რაიმე შეუძლია, ჩემთვის ძალზედ სასაცილოა. ვფიქრობ, რომ ბრიუსელისთვის ძალზედ რთული ხანა არის მოსალოდნელი. დონალდ ტრამპთან ურთიერთობების სწავლა მოუხდებათ. როდესაც ის, როგორც იტყვიან, როგორც პრეზიდენტი უკვე გამოიწრთო, მას გონია, რომ იცის თუ რა სურს. ყოველ შემთხვევაში გრძნობს იმას, რისი მიღწევაც უნდა. ამას ყოველთვის კარგად არ აყალიბებს, ან შეიძლება ძალზე მკვეთრად აყალიბებს, აჭარბებს ხოლმე. მაგრამ ის, რაც ევროკავშირის მიმართ თქვა, ეს არის ბიჭებო, მოდით მაგიდასთან დავსხდეთ და გვექნება მოლაპარაკება თქვენთან ორ რამეზე. პირველი არის სავაჭრო პოლიტიკა.
ორმხრივი ტარიფები, ორმხრივი შეზღუდვები, რა შეიძლება და რა არა. მე არ მომწონს, რომ ამერიკული საქონელის იმპორტზე გაქვთ დაბრკოლებები, რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკაში ევროპული საქონლის შემოტანაზე. და მეორე, მგონია, რომ უკრაინა მაინც არის ევროპა და შესაბამისად, თუ ეს არის ევროპა, მაშინ ევროპამ ხარჯების შედარებით მეტი წილი უნდა გაწიოს, ვიდრე ამერიკამ, რომელიც ოკეანის მეორე მხარეს მდებარეობს. ანუ ეს უფრო არის თქვენი პრობლემა, ვიდრე ჩვენი. ჩვენ მონაწილეობისთვის მზად ვართ, მაგრამ თქვენ უფრო დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ. ეს არის ჩემეული ხედვა ამ მდგომარეობის. რამდენად მზად იქნება ევროპა, რომ მოусმინოს ამ მოწოდებას და რამდენად მისცემს საშუალებას მათ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა დათანხმდნენ დონალდ ტრამპის წინადადებას, ეს ვნახოთ. შესაძლებელია თუ არა დონალდ ტრამპის მიმართ შემხვედრი ნაბიჯები ჩინეთის მხრიდან. ბეიჯინგის მხრიდან ამერიკულ ტარიფებზე საპასუხო ზომების შემოღების შემდეგაც კი საკითხს განიხილავდნენ ამერიკელი ანალიტიკოსები. აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლი სატელეფონო ზარის შესაძლებლობაზე ლაპარაკობდა ტრამპსა და სი ძინპინს შორის. საბოლოოდ ზარი გაურკვეველი დროით გადაინანეს. ხოლო თავად ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთის საკითხთან დაკავშირებით ის არსად ჩქარობს. ამასთან აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების წინა სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც შუა იანვარში შედგა, ტრამპი დარწმუნებას გამოხატავდა იმაში, რომ ჩინეთს აქვს შესაძლებლობა, რათა უკრაინაში ომის დასრულებაზე მოახდინოს ზეგავლენა. ჩინეთის ლიდერის უკრაინის მშვიდობის შუამავლად გახდომის შესაძლებლობის შესახებ საუბარი გავაგრძელეთ სერგეი ალექსაშენკოსთან და ანდრეი კარაპკოვთან. უკრაინაში ომის დარეგულირებაში სი ძინპინის პოტენციურ როლს ახლა ბევრი განიხილავს. ვინაიდან ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე სიმ ტრამპს დაურეკა და ტრამპმა თავად თქვა, რომ მან თხოვა, რომ პუტინზე მოახდინოს გავლენა, იმისთვის, რომ მშვიდობა უფრო ჩქარად ამყარდეს. ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა, რომ სი უკრაინული მშვიდობის შუამავალი გახდეს, რაიმე საკუთარი თავისთვის სასარგებლო პირობით. ფიქრობ, რომ სი ძინპინი ჩინეთის პრეზიდენტი პლანეტა დედამიწაზე არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც პუტინზე ზეწოლის მოხდენის მნიშვნელოვანი საყრდენი გააჩნია. ვინაიდან ომის დაწყების შემდეგ და აღმოსავლეთისკენ იძულებითი შეტრიალების შემდეგ, რუსული ეკონომიკა ჩინეთზე კრიტიკულად დამოკიდებული გახდა. არა იმდენად იმაზეც კი თუ სად ყიდის რუსეთი ნედლეულს, ვინაიდან აქ ორმხრივი ინტერესია და ჩინეთი რუსული ნედლეულის მიღებაში დაინტერესებულია. არამედ როგორც საქონლის მიმწოდებელი საკუთრივ რუსეთისთვის, იმის გამო რომ ახლა ამერიკაში, ევროპაში, კანადაში, ავსტრალიაში და ასე შემდეგ ყიდვა არ შეუძლიათ. დღეს რუსეთში ალბათ იმპორტის ნახევარზე მეტი არის ჩინური. და პრინციპში, ჩინური ბაზრისთვის რუსეთში რამდენიმე თვით ექსპორტის დახურვა არაფერს ნიშნავს. ამას ჩინური ეკონომიკა ვერც კი იგრძნობს. ბოლოს და ბოლოს თუ ვინმე დიდ დანაკარგს განიცდის, ამას ჩინეთის ხელისუფლება აანაზღაურებს. ამიტომაც ჩინეთის პრეზიდენტს აქვს ძალზე ძლიერი ზეწოლის საყრდენები პუტინზე. სხვა საკითხია ისურვებს თუ არა ამით სარგებლობას. ჯერჯერობით შეგვიძლია მხოლოდ ვირწმუნოთ დონალდ ტრამპის სიტყვები, რომ სი ძინპინს თხოვა, რომ კონფლიქტის დარეგულირებაში თუ შეჩერებაში მონაწილეობა მიიღოს. შეუძლია თუ არა სი ძინპინს შუამავლის სახით გამოსვლა, არ ვიცი. შუამავალი არის ის ადამიანი, რომელსაც ორივე ქვეყანა ენდობა და ვისაც იდეის მიხედვით, იმაში თუ როგორ მოგვარდება კონფლიქტი, საკუთარი ინტერესი არ უნდა ჰქონდეს. მაშინ მეჩვენება, რომ ჩინეთს, სი ძინპინს საკუთარი ინტერესი აქვს. იმისა გაგრძელდება თუ არა კონფლიქტი. მგონია, რომ ჩინეთი უბრალოდ დაინტერესებულია იმაში, რომ კონფლიქტი გაგრძელდეს. ვინაიდან რუსეთს ასუსტებს. ამერიკას გადაწყობის საშუალებას არ აძლევს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდგომარეობაზე საკუთარი გავლენის და კონტროლის გადაწყობას გულისხმობ. ამიტომაც შეიძლება თუ არა, რომ მივიჩნიოთ გულწრფელ გულახდილ შუამავლად, არ ვიცი. იგივეა, რომ დონალდ ტრამპს და აშშ-ს არ შეუძლია, რომ იყოს გულწრფელი შუამავალი. ფიქრობ, რომ გულწრფელი შუამავალი არის რომელიღაც ნეიტრალური ქვეყანა, რომელიც შეიძლება შეხების ხაზისაგან ძალიან შორს მდებარეობდეს. ამის გათვალისწინებით შეიძლება თუ არა, რომ ჩინეთი უკრაინული მშვიდობის შუამავალი გახდეს.
გარკვეული როლის შესრულება შეუძლია. საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ რა ინტერესები აქვს ჩინეთს. რა თქმა უნდა, მთლიანობაში ჩინეთი არასტაბილურობის ზრდაში დაინტერესებული არ არის, მაგრამ ის, რომ აშშ, ევროპელები და რუსეთი ამ კონფლიქტში არიან ჩართული, ჩინეთისთვის არც ისე ცუდია. ხოლო ტრამპისთვის საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში ეს არის ზესახელმწიფოს პოლიტიკა. ეს არის 1991 წლის ხანამდე დაბრუნება. გარკვეული დონით კი 1947 წლამდე. ცივი ომის დასაწყისთან. ანუ ეს არის ძირითადი სახელმწიფოების წონასწორობის, ალიანსების ჩამოყალიბების პოლიტიკა და უპირველეს ყოვლისა ორი ზესახელმწიფოს პოლიტიკის, რომელთაგან ერთი არის აშშ, მეორე კი ჩინეთი და ამაში მდგომარეობს ძირითადი აზრი. პირველ რიგში ტრამპს ზუსტად რომ კლასობრივ პარტნიორებთან სურს ლაპარაკი და არა იდეოლოგიურ მოკავშირეებთან. მეორე რიგში მას მიაჩნია, რომ საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა ჩინეთის შეკავების პოლიტიკა ჩამოყალიბდეს. იმავე მოდელიც, რაც თრუმანიდან დაწყებული საბჭოთა კავშირის მიმართ კეთდებოდა. ამიტომაც აქვს ასეთი განსხვავებული მოსაზრება რუსეთის მიმართ, არა მხოლოდ დემოკრატებთან, ასევე რესპუბლიკელებშიც. მას მიაჩნია, რომ რუსეთის ბანკო ისე უნდა გაითამაშო, როგორც თავის დროზე ნიქსონმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჩინური ბანკო გაათამაშა. ანუ იდეოლოგიას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ქვეყნების წონა და საჭიროა გამოიყენო ის ფაქტი, რომ რუსეთი დიდია. უპირველეს ყოვლისა, პუტინს ხელი უნდა შეუშალო, რომ ჩინეთთან ალიანსში არ შევიდეს. თუ გაუმართლა, ძალიან რთულია ამ ალიანსს რომ ხელი შეუშალო. ასევე რუსეთი გახადო რაღაც უმცროსი პარტნიორი. ამის გაკეთება ახლა გაცილებით რთულია ვიდრე პირველი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამგვარი ძალისმიერი წონასწორობის პოლიტიკა, რა თქმა უნდა, არის ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე შეხედულების ქვაკუთხედი. ნახოთ აქედან რა გამოვა. ბუნებრივია ტრამპისთვის მთავარი დაბრკოლება არის ზუსტადაც რომ ომი უკრაინაში. ამიტომაც საკმაოდ გულწრფელად ეცდება კონფლიქტის მოგვარებას. შეიძლება რაიმე დროებითი საფეხურიც იყოს. ანუ რაიმე ზავის მიღწევა. საბოლოო მშვიდობიანი დარეგულირების გარეშე, მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა შეწყდეს, რომელიც უფრო შორს მიმავალი გლობალური გეგმების განხორციელებაში მას ხელს უშლის. Для Трампа главным препятствием является как раз война в Украине, поэтому он будет достаточно искренне пытаться все-таки этот конфликт разрешить. Может быть, даже если это будет какая-то временная стадия, то есть достижение какого-то перемирия, без окончательного мирного урегулирования. Но вот надо прекратить этот конфликт, который мешает осуществить более далеко идущие глобальные планы. ანუ სრულად თანმიმდევრული პოლიტიკური ლოგიკა არსებობს, ანუ არის მიზნები, არის მთავარი მოთამაშეთა გაგება და რასაც ქვევ ხედავ მიზანს, ვერ ვხედავ დაბრკოლებას. ეს ასეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ლოგიკა მიუღებელია ძირითადი მოკავშირეებისთვის. თუმცა ტრამპი მათ არა როგორც მოკავშირეების სახით განიხილავს, არამედ როგორც კლიენტების სახით, ანუ მეორე ხარისხოვან ქვეყნებად, რომლებაც უნდა გააკეთონ ის, რაც მას სურს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არ შეესაბამება არა მხოლოდ დემოკრატების შეხედულებებს, არამედ რესპუბლიკელების ძალიან დიდი ნაწილისაც. ახლა რესპუბლიკელების დუმან, ვინაიდან ტრამპმა რესპუბლიკურ პარტიაზე სრული დომინირება დაადასტურა. მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯები იყო ის, რომ უარი უთხრა პომპეოსაც, ნიკი ჰეილსაც და ამ პარტიის კიდევ რამდენიმე გამოჩენილ ადამიანს. მათგან ზოგი მის მიმართ სრულად ლოიალური იყო, ზოგი ასე ვთქვათ კალაპოტში დაბრუნდა, პრაიმერისის შემდეგ, მაგრამ არსობრივად მან მოაწყო ერთგვარი საჩვენებელი გაშოლტვა. და თავის ადმინისტრაციაში არანაირი პოზიცია არ მისცა, თუნდაც მეორე ხარისხოვანი. და ამან ისევე როგორც სხვა მრავალი რამ, რასაც ბოლო დროს ის აკეთებდა, მკაფიო სიგნალი გაგზავნა. თუ ჩემი წესებით არ თამაშობ, თქვენ გავარდებით. ნახოთ მოახერხებს თუ არა კონტროლის შენარჩუნებას რესპუბლიკურ ფრაქციაზე. Посылает ясные сигналы. Если вы не играете по моим правилам, вы идете на вылет. Но вот посмотрим, удастся ли ему сохранить контроль над республиканской фракцией.
დღეისათვის ამით ვასრულებთ. ვაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის შედეგებს იულია სავჩენკოსთან ერთად. დროებით. Каждую субботу мы на канале «Настоящее время» и в социальных сетях «Голос Америки». Не переключайтесь, спокойных вам выходных и до встречи на следующей неделе.